აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა აგრარული სექტორის განვითარების სტრატეგიები აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად სამუშაო ფორმატში განიხილა. მხარეებმა შეხვედრის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების, ერთობლივი ინიციატივებისა და სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების შესახებ იმსჩელეს. ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებები განვიხილეთ, პრიორიტეტები და ხედვები, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას აქვს, საკმაოდ ინოვაციური მიდგომები და ახლებური ინიციატივები, რომელი მიმართულებითაც ჩვენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად ვითანამშრომლეთ. ბევრი გადაკვეთის წერტილები გვაქვს, მათ შორის აჭარის ტერიტორიაზე ცხოვრობს დაახლოებით 7000 დევნილი, აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქე და ჩვენ პროგრამების განხორციელების ფარგლებში, ასევე მომავალში ვითანამშრომლებთ იმისათვის, რომ გადაკვეთის წერტილების ფარგლებში ერთობლივი პროექტები განვახორციელოთ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რამდენიმე 1000 დევნილი ცხოვრობს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათი ცხოვრების პირობების გაუმჯობესება, მეწარმეობის განვითარება, ხელშეწყობა და მე მინდა მადლობა გადაუხადო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას იმისთვის, რომ მათი მხრიდან ეს ძალისხმევა აშკარა არის და კიდევ ერთხელ დადასტურდა ჩვენი შეხვედრის დროსაც და საქმიანობითაც, რომ დევნილი მოსახლეობა ერთ-ერთი პრიორიტეტია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისთვის.